გილოცავ პეტრე პავლოვის დღესასწაულს ჩემო ძვირფასებო ამ ორი საოცარი ადამიანის დღესასწაულის ხსენებას შეიტანე სოკონის სახარება მომიტანე საოცარი ადამიანის ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტების პირდაპირ ამტკიცებლებს და რაოდენ სასიხარულოა ჩვენ ადრე თქვი რომ პავლე მოციქული ლუკაონის ესე იგი ცივი აზრია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ცივებითო დერბე ქალაქსო აცდაო და მის შემოგარენი მოილოცაო და ჩვენ რომ ლუკას დავხედეთ ეს იყო კაპადოკიის სიახლოვეს და ჩვენ ვივარაუდეთ რომ კაპადოკიაში ოდნავ მაინც გადასული პავლე იქადაგებდა ქართულად იქ ლაზები ცხოვრობდნენ ძალიან ბევრი კაპადოკიაში პირველ საუკუნეში ისე რო იცოდეთ კაპადოკია არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ტერიტორიაში ჩვენს ფარგლებში არასოდეს ყოფილა მაგრამ პირველ საუკუნეში კაპადოკიაში იყო 100% ქართული მოსახლეობა გესმით მეოთხე საუკუნეში უკვე იყო ბერძნები და ქართველები 50-50 და უკანასკნელი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი თან 4 ტაძარი მოქმედი ტაძარი დაიხურა 1928 წელს ის სტალინის შიშით ვერ ეკარებოდა როგორც ეთქვა მერე დაიხურა 1928 წელს გესმით თქვენ და ჩვენ ვივარაუდეთ და ვიღაცამ გაგვაქილიკა რა იმით ქადაგებდა რომელი უთხის იმითო კილოთი ქადაგებდა იმითო მეგრულ კილოს გადაცვა ის საბრალო მეგრელები მაგის დასაცინია კოლხეთი იყო ჩემო ძვირფასო ძირითადად კოლხეთის დიდება ეს იყო სამეგრელო ძირითადად ჩემო ძვირფასო მთელი სოფლის პირველი ცივილიზაცია იყო კოლხეთი მომატებულად სამეგრელო ჩემო ძვირფასო სვანეთის სამეგრელო და ყველა ისტორიკოსი ბერძენი წერს რომ ესეთი ხუროთმოძღვრება რაც მეგრელებს ჰქონდა და ეზოები მოწყებულიო 60-ის მსგავსი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ დღესაც ეს თუ ხარ დაკვირვებული განსაკუთრებით ცხოვროწყუ წარენჯიხის მხარეს რომ მიდიხარ იქ რომ სახლები ნახო და ეზოები განსაცვიფრებელი ჩემოძებას და ჩვენ ვიხარობდა რომ პავლე ქართულად ქადაგებდა ეს ვივარაუდეთ თუ პავლეს ჩვენ ვარაუდობდით ეხა პეტრე ნახე პეტრე ლასაბოს თავის პირველ ეპისტოლეში პეტრე მოციქული ჩემოძვირფასებო პირდაპირ უპირველეს ყოვლისა ქართველებს იხსენებს აი ესეც ეს ადგილი პირველი პეტრეს ნახეთ პეტრე იესო ქრისტეს მოციქული რჩეულებს ანუ მორწმუნეებს პონტოს მოსახლეობა 100%-ით ქართველობა იყო დღესაც ძალიან ბევრი ქართველია პონტოს მოსახლეობის ჩვენ ვართ მომსწრე სამსონში რო შევედით შემთხვევით შევედით აი რომელიღაც სასტუმროში ქართველების ადგილობრივი ქართველების სასტუმრო იყო კაი ვაჟკაცი ბიჭების კაი ქართველების ქართული ენა რო იცოდნენ ქართული დამწერლობა რო იცოდნენ და კითხულობდნენ პონტოს გალატიაში სულ პონტოელები ცხოვრობდნენ კაპადოკია გამიგეთ ვის ეხსენებს მაშინ 100%-იანი ქართული მოსახლეობა და ბითვინიაში ყოფთ მორწმუნეებს აი როგორ იწყებს თავის პირველ ეპისტოლეს ჩემო ძვირფასებო პეტრე მოციქული ეხლა ჩვენ საოცარ სიხარულში ვართ ვინ არის პავლე მოციქული ჩვენ ბევრი გვისაუბრია მის შესახებ ძალიან ბევრი
მაგრამ სხვათა შორის ერთმა გამაკრიტიკა, მე მიყვარს კრიტიკა, ცუდი კრიტიკაც მიყვარს, იმიტომ რომ ცუდ კრიტიკაში ჩანს იმ ადამიანის ბოღმა, ამას არ ეხება ამ კაცს ახლა ვისაც ვინც გამაკრიტიკა. ცუდი კრიტიკაც იმითაა, კაი რომ ჩანს თუ მისი ბოროტება, ღვაწლი, ავისიავე და ასე შემდეგ, რომ ესე იგი პირიქით თავს წარმოაჩენს, ჩვენ წარმოგვაჩენს კარგად და თავის თავს წარმოაჩენს ცუდად. მაგრამ ეხლა მე სხვა კაცმა გამაკრიტიკა, რომელიც ჩვენ პარტიებს უწევს, მაგრამ მე არ შემიძლია არ გავატარო, იმიტომ რომ მან თქვა, რომ დიდი ხანია უკვე ჩვენ როგორც ეთქვა, სულ პავლე მოციქულის ქადაგებთ ამ კვირების განმავლობაში, დიდი ხანია სიღრმისეული ქადაგება აღარ მომისმენეოდა. ამას ვერ გავატარებთ, იმიტომ რომ წინა ქადაგებაზე დადვეს და წინა ქადაგებაში პავლეს 3 ადგილი მოვიყვანე და მამა რაფაელს თვითონ აქებს, მამა რაფაელის დიდი ნაწილი ქადაგებიდან ამონარიდი წავიდი. გამიგეთ? ხო და მამა რაფაელის ამონარიდი თუ სიღრმისეული არ არის და პავლე მოციქულის 3 ამონარიდი, მისი ეპისტოლური და სიღრმისეული არ არის, უბრალოდ რაშია ეს საქმე? მე ვეხებოდი და ვეხები დღესაც სიყვარულს, რომელსაც ესე ქადაგებს პავლე მოციქული და თქვენ ამონაწელებიც კი გავაკეთეთ და წაგაკითხეთ, როგორ ეთერება მრევლს და როგორ უყარს მრევლი. ამიტომ შეიძლება ხა ზოგს მოეჩვენოს, რომ სიყვარული არ არის სიღრმისეული და თითქოს სიყვარული უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე ის, რომ საკუთარ ნებებს ებრძოლო და ასე შემდეგ. სიყვარული უფრო მაღალია ჩემო ძვირფასებო. ნახეთ, რას წერს ოქროპირი. ხოლო სიკეთეს და სათნოებას ვიტყვი, არა იმას, რაითა იმარხოდეთ, ეს ვიქრას. და ძაძაში დაიცვა და მიწასა ზედა დაწვეთ. ამას არ მოიხსენიებს სიკეთე. არამედ კეთილი ცხოვრება, რომელია სათნოება, რაითა მისცემდე გლახაკთა მოწყალებას როგასცა. რათა მძლექნე გულისხრომასა, განაგდო შენგან ბოროტი, იყო მშვიდი და დაბალი და ასე შემდეგ. ნუ რამე თუ არა უმაღლეს, რა თქმა უნდა, მე მარხვას არ უგულებელყოფო, მაგრამ ეს კარგად უნდა დავიმარხო. რამე თუ არა უმაღლეს საზომი უპყრიეს მარხვას. მარხვა არა დიდი სიკეთე, არამედ უდარესი, დაბალია სიყვარულთან შედარებით. ხოლო მაღალი საზომი უპყრიეს სიყვარულსა. ამბობს პავლე მოციქული, წარმოვიდგინე შენ ახლა ნებებთან მებრძოლი კაცი, კი რა თქმა უნდა მებრძოლი შენ ნებებს, მაგრამ უმოწყალ. და მეორე კაცი, რომელიც შენ არ ებრძვის ნებებს, იმდენად და არის მოწყალ. რომელი იქნება შენთვის უკეთესი? ის ვინც ებრძვის თავს ნებებს თუ ის ვინც შენ მოწყალებას გასწევს. პავლე, ნახეთ, რომაელთა მიმართ პირველ ეპისტოლოში როგორ წარმოაჩენს თავს პავლე და თან რატო წერს ამას, იცი? იმიტომ წერს, რომ პავლესგან ვიღაცები მიდიოდნენ. საერთოდ მიგრაცია ეს ცნობილი არის ყველა სამოდელოებაში. ზოგი აქედან მიდის სხვა სამოდელოსთან, ზოგი იქიდან მოდის ჩვენთან და ასე ეს ცნობილია ხა, ხო იცით რომ არის ეს არა. იმიტომ რომ არის ზოგი ვერ იხსნება ერთმანეთთან, იხსნება მეორისთან. ბუნებრივი მოვლენა არაფერი არ არის დასახელე. მაგრამ არ უნდა წახვიდე ვიღაცა ისეთან. აი მაგალითად ჩვენგან ერთი წავიდა, მაგრამ ვერ უნდა ვისთან მიდიხარ, ლიბერალთან წავიდა. არ ვწვენებ თუ მართლმადიდებელი გარ. მე აღმოჩნდა რომ სულ ყველაფერი ესე იგი, ნუ იქ უნათლავად ცხოვრებაზე ლაპარაკობდა, იქ 25 დეკემბერის სინამდვილე 12 დეკემბერი რა გადმოტანას ძალიან კაიო როგორც ევროპაში ესე იგი შობის დღეს ასწავლე, ასე შემდეგ მე ვუთხარ შენ არ ყოფილიყარ მართლმადიდებელი. ხო და პავლე გაბრაზებულია, მაგრამ მიდიან მისგან. პავლესგან მიდიან და მიდიან ვიღაცებთან, რომლებიც აცტუნებენ მას. და ნახე რას ამბობს. პავლე იესო ქრისტეს მონა, ესეც დიდი რეგალია, მონა თუ ხარ ქრისტეს. ნახეთ ახლა მოწოდებული მოციქული. ანუ მოწოდებული მოციქული ვარ, ხალხო, ვისთან მიდიხარ?
მოწოდებული მოციქული მეორე ამორჩეული ღვთის სახარებისათვის და ნახეთ რას ამბობ პავლე რას ამბობ რა პიროვნება ხარ ქრისტეს მეოხები მივიღე მადლი მოციქულობა რათა მისი სახელი დავუმორჩილო სარწმუნოებას მთელი მსოფლიოს წარმართებით ესმით რა პიროვნება პავლე მოციქული რომ რას ეს იცის ქრისტესგან იცის რომ ესე უნდა იყოს გესმით ქრისტესგან იცის და მაგრამ ნახე ესე იგი მე ქრისტესგან მივიღე მადლიო რომ მთელი მსოფლიოს წარმართები დავიმორჩილო და ქრისტიანობა გესმით რა პიროვნება პავლე მოციქული ეხლა ნახეთ კიდევ სხვაგან რას ამბობს ნურავინ ჩამთვლის უგუნურათო იმიტომ თავის ხება უგუნურება ეხლა მე რო დავწუხა თავის ხება პროექტები ის რა ჯერ სამკაცო თავს უიქებს ხო ამიტომ ამბობს ნურავინ ჩამთვლით უგუნურა რა კი ბევრი იკვეხნის ესე იგი იმათთან მიდიოდა ვინც რეკლამას უკეთებდა თავის თავს და პავლედან გადმოყავდა გამიგე ონ უკეთო თორე მოციქულებთან რო წასულ ხალისით იწყნარებთ უგუნურებს მაგრამ თუ ვინმე გაკადნიერდება და რაიმეთ დაიკვეხნის მეც დავიკუნეხი და ნახე მე უფრო მეტად დავიკვეხნი უფრო მეტად ვიშრომ ბევრად უფრო ვიტანჯე საპრობილეში მრავალგზის სიკვდილის პირას მივედი მრავალგზის და გახსოვთ თქვენ რა რომ ჩამოთვლილია 5 ჯერ შოლტიცემა სამჯერ კომბალიცემა გემი ჩამეწირა 5 ჯერ და ასე შემდეგ და ამას გამოვტოვე და თუ დასაკვნეხია მე დავიკვნეხიო ამბობს მეორე კორინთელთან ეპისტოლეს მე-11-ში გესმით ეს რა ჩემო ძუხას ნახეთ ეხლა რას ამბობს ოღონ ამბობს ვითომ სხვას მოუიდაო თავის თავზე ატაცებული იქნა მესამე ცაზე ანუ პავლე იქნა ატაცებული მესამე ცაზე ღმერთთან 64-ში იქნა ატაცებული და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს და ნახეთ ეხლა რასაც თავს ვიკავებ რათა არავინ ჩამთვალოს უფრო მეტად ბევრ რამეს კიდე ამაზე მეც გეტყვით ამაზე მეტი რა უნდა რაც ეხლა ჩამოთვალა და ღმერთთან მესამე ცაზე იყო ატაცებული თურმე კიდევ არის ისეთი რა ამას გამოვტოვებო რათა არ გავმედიდურდეო ესმით თქვენ ამის გარდა რა ხდება ალბათ სულ ცაში დაფრინავდა ყოველღამე და ამას ტოვებს რა ვიცი ეკალი მომეცა მე სხეულში უგუნური შევიქენი რა კი ვიკვეხნიო უგუნური ვარ რადგან ტრაბახობ და ვიკვეხნიო მაგრამ თქვენ მაიძულებთ იძულებული გახდა რომ დაინახარო პავლეს ტოვებდნენ და ვიღაცასთან მიდიოდნენ ანტიქრისტესთან იძულებული გავხდიო თქვენ მაიძულებთ თქვენ გევალებოდა ჩემი ქება ვინაიდან არაფრით ვარ მაღალ მოციქულებზე ნაკლები თუმცა არარაობა ვარო მეორე კორინთელთას მე-12 თავში ამბობს ეხა კიდევ ერთი და მეტი რაღაც შეიძლება მაგრამ მე ყველა წმინდანებს შორის უმცირეს მომეცა მადლი მეხარებინა წარმართათვის ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასათვის რა არის საუკუნიდან დაფარული საიდუმლო რათა ეკლესიის მეშვეობით წარმართებს ხო გავაგებინეო წარმართებზე ხო მომეცა ძალა რომ მაგა ეხლა ნახეთ რათა ქრისტეს მეშვეობით ეუწყოს ცათა შინა ღვთის სიბრძნე გესმით ესე იგი ჩემგან ცაშიო ეს ანგელოზებიც კი ჩემგან გემულებია ამას რაც ქრისტემე განმეცხადა გამიგე ამიტომ გთხოვ გული არ გაიდეხო ჩემი გასაჭირის გამო რომელიც თქვენ დიდებაო ესე იგი წუხდნენ რომ აი პავლე იტანჯება პავლე და საპრობილეს ჩაგდეს პავლე ამისთვის ნუ იტანჯებითო და მოყვა ეს ნახეთ რა ხდება ცაში ანგელოზებმა ჩემით გაიგეს ის დაფარული საიდუმლო გამიგე ყველა მსოფლიოს წარმართებმა ჩემით გაიგესო დაფარული საიდუმლო და თქვენ კიდე ჩემზე წუხართო ეს ჩემი გასაჭიროა ამაზე ნუ შეწუხდებითო და ბოლოს კეთილი ბრძოლი ვიბრძოლი
განვლე ასპარეზი ახლა მომელისმე სიმართლის გვირგვინი რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი და სხვათა შორის ესე იგი საოცარი გარდაცვალება ჰქონდა პავლეს როდესაც მან დიდი სიხარულით იმიტომ ქრისტესთან მიისწრაფო და დადო თავი ჯალათს ესე იგი დავუდო თავი რომ მოეკვეთა და დიდი სიხარულით ლოცვით აი ამას ამბობს ზუსტად აქ რომ უკვე ვიბრძოლე უკვე ყველაფერი დამთავრდა ეხლა დიდი სიხარული მელის მივდივარ ქრისტესთან და თავი მოკვეთეს სხვათა შორის ეს თავი გადამალეს ესე იგი სხეული წაიღეს ქრისტიანებმა და თავი გადააიღეს დაიმალა რაღაცა და ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა და ეს თავი შემთხვევით იპოვა ერთმა გამლებმა და ნახა რომ თავი არის ვიღაცის არ იცოდნენ პავლე მოციქულის მაგრამ რო დაღამდა ესე იგი ზეცაზე იყო გარდამომავალი სვეტი ნათლის და ამით მიხვდნენ რომ იფიქრეს რომ პავლეს ხო არ არისო და მიიტანეს ეს თავი პავლეს სხეულთან და გარდაცვალა აი როგორც ოქროპირმა რომ მაშინ 32 წლის შემდეგ გვაპატიო როცა უთხრა არკადიშვილმა თეოდოს მცირე ესენი ქართველები იყვნენ საერთაშორისო წარმოშობით თეოდოს დიდი რომელმაც პირველმა წარმოშობით ქართველმა ოფიციალურ რელიგიად ევროპაში ანუ რომის იმპერიაში გამოაცხადა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად მისი შვილი არკადი რომელმაც გადაასახლა ოქროპირის სამწუხაროდ და უკვე მისი შვილი ანუ შვილიშვილი დიდი თეოდოს ქართველი იმპერატორის ბიზანტიისა ასევე თეოდოს მცირემ გადმოასვენა და მაპატიო ჩემ მშობლებმა რომ ესე მოგექცენ შენო დაუჩოქა და 32 წლის გადაცვლილმა ივანე ოქროპირმა აწია ხელი და მერტმა გაბატიოთო და გადასახა პიჯვარი ის მარჯვენა ხელი დღესაც ხორჩესხმულია იცით თქვენ ივანე ოქროპირის და ასევე პავლეს რო დაუდეს თავი პავლე მოციქული თავი მოკვეთი პავლემ აიღო თავი წამოდგა და დაიდო თავის ისეთ ესე არის გადმოცემი აი ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო პირველ კორინთელთა 15 თავში პავლე ამბობს ყველაზე მეტად ვიშრომე არამედ ღვთის მადლი მე ვარ თუ ისინი ასე ვქადაგებ და თქვენც ასე ირწმუნეთო. ეხლა ხო უნდა მიყვაძოთ პავლეს. ეხლა ცოტა გადახვევას კი არა გავახალისებ და ვიტყვი ესე რომ გუში ვფიქრობ პავლე ხო ამბობს ყველაზე მეტად ვიშრომებ. გუში ვფიქრობ და ნინოს ვეუბნებოდი. ყველაზე მეტად მე ვიშრომებ ნინო. ყველაზე მეტად მე ვიშრომებ. რატო? იმიტომ რომ 13 შვილი გავაჩინეთ ხო გესმით ეს რა მუცელში ყოფნა სამ სულის ჰქონდა ნინოს ტოქსიკოზი მე ამათი დაბადება ამათი ფეხზე წამოდგომა ამათი პარალელურად არც ერთი კვირა არ ჩამიგდია რომ ქადაგება არ წარმომედგა ჩემო ძვირფასებო არც ერთი კვირა აუდიო ვიდეოებს იღებდნენ მთელი 20 წლის განმავლობაში ეხა მრევი კრებს და დანარჩენი აგერ 15 წლის განმავლობაში უკვე ვიდეოზე ვდებთ ყოველ კვირას დადებულია ქადაგება. ხა როგორია ეს და რანაირი ამას მრევლი განსჯის. თუმცა ორმა უდიდესმა პიროვნებამ ეს არის უწმინდესი და უნეტარესი და მამა რაფელი, რომლებმაც ჩემ ქადაგების შესახებ წარმოთქვეს ის, რასაც დავმალა, რადგან როგორც პავლე ამბობს, არ ჩავარდე, ესე იგი არ ჩავარდე. დანარჩენი ხა ვინც როგორ განსჯის ორმა, როგორც განსაჯა მე ვიცი და დანარჩენი ბევრი ნუ კარგი მე მგონია რომ ყველაზე მეტად ვიშრომ თუ ვინმე გამასწრებს ამ შრომაში ოღონდ მართლმადიდებლური უნდა იყოს ქადაგება ის კი არა ლიბერალური ქადაგება მართლმადიდებლური უნდა იყოს ქადაგება და მე უბრალოდ მიხარია რომ ღმერთმა მთელი ჩემი ახალგაზრდობა ყველაზე მეტად მაშრომა თუ არა და ვინმე შემეჯიბროს მაგრამ აი პავლე ხო ამბობს ყველაზე მეტად მე ვიშრომებ შემეჯიბროს და რა ჯობია იშრომოს ჩემზე მეტად გამიხარდება მეტი არაფერი რა ვიცი ესე შევახმიანებ პეტრეს და პავლე მოციქულის დღესასწაულს ჩემო ძვირფასებო და უნდა აღნიშნოთ რომ რაც თქვი მე რომ პეტრე და პავლე ეს და 12 მოციქული და 70 მოციქული არის პირდაპირ მტკიცებულობა
ქრისტიანობის ჭეშმარიტება, ქრისტიანობის აღდგომის, ქრისტეს აღდგომა, პირდაპირ მტკიცებულება. რატო? იმიტომ, რომ თუ ქრისტე არ აღსდგა და როგორც ანტიქრისტიანები ამბობენ, მისი გვამი მოციქულებმა მოიპარეს, მაშინ რა იქადაგეს? ანუ ვინ დაუჯერებდათ მათ? ან და ასე შემდეგ აქედან აშკარად ჩანს ჩემო ვიფასებ რომ მათ ქრისტე აღსდგა და მათ ქრისტეს ძალი იქადაგეს და ახდენდნენ უდიდეს სასწაულებს და ამიტომ იწამა თერმა კაცობრიობა. ჩვენთან არსებობს მაგრამ ცოტა დაგახაროთ. ჩვენ მოგვივიდა პავლე მოგვივიდა პავლე მოციქულის წმინდა ნაწილი და ამას უყურებთ ჩვენ ისე რომ ვიყვარს პავლე ესე რომ ხშირად გადაგებ პავლე მოციქული მოგზაურდა ჩვენთან როგორ უნდა შეხედო ახლა სხვა აი ამ ნაწილს თქვენ შეგიძლიათ ემხრიოთ საპატიო ყარაულად ვინმე თვალზე გამაგე ხელდა ოჩახში რომ დაგიხარ და ვერ ხედავ და ახლა